ჭადრაკი? მოდი. სადაც უკრაუსის ტიპის ჭადრაკი. ვისე თამაშობს? მე და შვედი ვთამაშებ უზბეკს, ორ უზბეკს. როგორი სტილია? აი სადაც 2-2-0-ა? ახლა როგორი თუ ისმედის? ჯახი? როგორი? ჯანელა და შვედი 2 უზბეკის წინა. ბიჭო. როგორ ახარ? კარგად, თავად ცა. როგორ ახარ ხალხებო? მერა ვარ კარგად. გრიპებია მოდებული ხალხი. მე გრიპი ვერაფერს დამაკეთებს. კი. იმიტომ რომ აცრილი ვარ. ავიცარი. სამი წელი მე ვახველები. მართლა, იმის მე შევშინდი და წელს წავედი და ჩავიტარე აცრა და დავდი ვარ სისინი. ოპა, დაჟდა. ეს მიგზავნის ჩემი მეგობარი ესეც სურა. ოდიში რა, რაღაცა გადაღება. ყოველად უსარგებლო ის უნდა ჩავთვალოთ რა. სინერს და ეს სანქციები დოპინგის გამო 3 თვით და ატყდა ერთი ამბავი რა ცოტა სამართალი არ აქვს. ვიცი რომ არ გაინტერესებს, მაგრამ მე მაინც ვილაპარაკე. და რიო დე ჟანეიროს ტურნირი მოიგო ჟოაო ფონსეკამ, რომელიც ამავალი ვარსკვლავია 18 წლის და მოიგო 250-იანი პირველად თავის ცხოვრებაში და თქვა რომ სოფლიოში პირველი ნომერი მინდა ვიყო და არ უნდა გავჩერდე და ეს უნდა ვილაპარაკე. და ჩემთვის ბედნიერება ჩოგურცა. მადლობთ, ეხლა შეგიძლიათ დათო სისულელეებს. ყობრა, აიჭრა. გამარჯობა, მოგესალმებით. კაცები კვლავ YouTube-ზეა და პირდაპირ დავიწყოთ სასიხარულო ინფორმაციით. გაირკვა უკვე კაცები ნიუ-იორკი ლაივი. კაცები ლაივ ნიუ-იორკ სიტი, Saturday მარტი 22 2025 წელი 7 PM. აი აქ იქნება 7 PM ნიუ-იორკის დროით. რა თქმა უნდა. ახლა თბილისის დროით გრანდიოზული პროექტი წამოღებული, ჭირდება, მინიშნება, ვისი დროით ამბობთ. არა ბერლინის თუ თბილისიდან მოდიხართ, გაითვალისწინეთ რომ ნიუ-იორკის დროით ბილეთების ლინკი იქნება აღწერებში, შეგიძლიათ შეხვიდეთ და იქიდან შეიძინოთ ბილეთები უკვე ძევს. ხო? სადაც? მანჰეტენზე სად იქნება? ეხლა ჩვენ სხვაგან წავიდეთ. მანჰეტენზე Apple's მაღაზია როა. კი, მანჰეტენზე Apple's მაღაზია როა, მაგის უკან. არმისული იმის გადასახოვამდე. ცენტრალ პარკის პირ. არასწორად ხსნის ეს, მაგრამ არ აუშავს. სხვა მაღაზია. 22 მარტი? ის Apple's მაღაზია სხვა არის შენოც. ის სხვა არის, ხო? ნუ ეს სხვა Apple's მაღაზია. ხო, იქ ყოველ ქუჩაზე Apple's მაღაზია, მაგრამ კაი. უპასუხე არ არის, რომ დირექტორს პატიჟებენ დაბადების დღეზე. ბატონო. აგინებენ მე მგონი. არ ჭირდებათ, მადლობთ. ძალიან შეთა თუ რეკავენ, თითა თუ რეკავენ მე ვარ. ეხლა გოდიში რა SMS ველოდები, ნიშნულოვანს და მექნება ტელეფონი. სამაგიეროდ და გუგლად აღჭირდებათ ზარის გაშვება. SMS ველოდები. უცხოეთიდან ველოდები SMS და რომ არ არის შენი საქმე. კოდს ველოდები. რაღაც ჰაკერული ოპერაცია გვაქვს. მიჭებს ფილიალი. უაპირველად არის ეს ტელეფონით ეს ახალი ამბავი გვაქვს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით მალაიზიის ქალაქ კუალა-ლუმპურის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მოქალაქეებისთვის გამარტივებული საპასპორტო კონტროლის პროცედურა ამოქმედდა. შეგიძლიათ შეხვიდეთ ამ აეროპორტში ჩახვიდეთ და იქვე აიღოთ ვიზა. სადიშოვეთ ეგნიუს. კუალა-ლუმპურის ეირპორტი გამოგვიგზავნა. ანუ შესასვლელში არის 3 განყოფილება: კუალა-ლუმპურ citizen, all passport, Georgians, ქართველები. ქართულად არა და ჩვენ გულის გასახედგად ევროკავშირით ცალკე და იგი ასოდეს არა. ეგ ყოველთვის ნერვებს გვიჩნის. მანდრა მოხდა. არა, მაგარი იქნება Georgia and EU. ეგ იქნება 60 ქვეყანას გაუმარტივეს შესვლა და მათ შორის ჩვენ რომელიღაცა ქართულმა საიტმა გაავრცელა რომ ჩვენ გაგვიმარტივეს. რა გინდა? რატომ სწორად გააკეთა? რატომ მიკლავ ამ სიხარულს? არა, ეხლა ნახე, მაშინ თუ მოკლა იყოს. შეიძლება გაუმარტივეს, სულაც არ არის ძალიან მარტივი.
იყო თქვათ რომ ვეფხებთან გალიაში უნდა გაგევლო და ეხა მარტო ერთი ვეფხვია ბაბუინებთან. შეიძლება ესე გაამარტივო. ან პანჩურებით. ან დიდი კლდიდან უნდა გადამხტარიყავი მეორე კლდეზე და ეხა დისტანცია შეამცირეს. ყოფილ ხარ კუალა-ლუმპურში. არა, მაგრამ ეხლა ასეთ გამარტივებია. ეხლა უკვე რაღაცა რომ დავიწყებ ფიქრსაც წავიდე კუალა-ლუმპურს ამომიტივტივდება. ნესტიანი ქვეყანა. ნესტიანი ქვეყანა? ახვალ მე ვიცი რომ ბევრი ქართველი. მე ძალიან მინდა. მე მეზარება არ შემიძლია ეგეთქო. რა არის ამ კუალა-ლუმპურში? გასტრონომიული თვალსაზრისით. ეგზოტიკა არის გასტრონომიული თვალსაზრისით არ ხარ შენ მაგის ჭამელი ხვლიქს და ეგეთ რაღაცებს შენ არ შეჭამ. ეგ არის ძილი. გააჩინე როგორ გამიჭირდება. ტელევიზორებს უშვებენ და ხო. მალაიზიური ტანსაცმელიც არის, ზოგსაც წერია მალაიზიაში. საცმელი ყველა ქვეყნის არის. არ არის, მივიტყვილები. ვისი არის? კენიური ტანსაცმელი გინახავს? მალაიზია. მე ძალიან. მე ესეთი ქვეყნები ძალიან მაინტერესებს. მაშინ წადი. მე ესე მაინტერესებს კარგ დოკუმენტურს ვნახავდი. არ შემილია ეს გავაცნეს. კარგ დოკუმენტურს ემიცე. გადახვევებით ხო ეს? ხო, რაღაც არ შემილია. ეგზოტიკაზე მიყვარს დოკუმენტი ისხავენ. ნესტი ჭუჭყი. მე უნდა დამემართოს დიზინტერია და არ მინდა. დიზინტერია დაგემართება თუ შეჭამ ყველაფერს. და ყველაფერი თუ ისეთია, რომ შეიძლება აი დაგემართოს. მომზადებული ხვლიკია ხა, კაი არის. არა, შენ. გასულ წელს საქართველომ 454 ტონა ვაზელინი იყიდა. მთავარი იმპორტიორი კვლავ რუსეთია, 2023 წელთან შედარებით 17%-ით ნაკლებია. ბიჭო, წინასაც მახსოვს ესეთი ნიუსი. ყოველ წელს ხმაშნა, თქვენ გვაინტერესებს ისა რა, რამ ჩვენი რატო არ ყოფნის? არა, ყოფნის, ეხა აი ნაკლებია. ნაკლებია. ხარჯია დიდი რა, ქვეყანა ძალიან ბევრ ვაზელინს ხარჯავს. ხო და მეც ეგ მაინტერესებს, აი წინათ რო ვიყიდეთ ამდენი ტონა, სად ვერ შევძვერით? სად გავიჭედეთ? ბიჭო, სად გვაქვს წასასვლელი? სად მოგვიჭი? ჩამოგითვლი, ევროკავშირში ვერ შევძვერით. ანუ ეს პარტია ჩავარდა. ნატოში ვერ შევძვერით. სად შევძვერთ ვერს და ეგრე კუალა-ლუმპური და იქაც ერთი წასმა იყო. ვესაბეჭეზე პარტიულად ყველა ვისვით ერმა. ამდენი ვასეთინი. და ეგ წლევანდელი ნიუსია თუ მემორიში ამოგიგდო. წინა წელთან შედარებით 17%-ით ნაკლები არის წლევანდელი. ნაკლებია წე. არის ის ძეგლი რო აიღეს რუსთავში, მაგანაც განაპირობა რომ ნაკლებს. იმიტომ რომ მაგაზე ბევრი წავიდა, უცებ აიღეს. შემდეგი არის ვიდეო ინტერნეტიდან ჩილეში კუზიანმა ვეშაპმა აუ ბიჭო, კაიაკერი გადაყლაპა და მე ამოაგდო უკან გამოვიდა. ეს რა ვნახე რა. არ უთქვი. ნავიანად რო გადაყლაპა და სემიჩკასავით რო გადამოფუთხა ის. რა დაიტოვა? ხო და ამას თან ყველაფერს იღებდა ამ კაიაკერის მამა. მაგაც, მამა. კი. მე რაღაცი მეგონა. საყვარელი კომენტარები აქვს. ბიჭო რა ის არის რა მაგარი სანახაობა აი წარმოუდგენელი ნახე როგორ შეიძლება ამ ყბა გამოსდო ქვია ამას ეძგაფა აუ ის მაგარი შეშინებულია ბიჭო აბა ვეშაპის პირში იყო მე თვითონ კურზიანი რო კურსში გაეჭხდა არა არევას გემოზიარებას არა ვეშაპ ხოჭ რას ჭამს პლანქტონს ხო არა საკლაპავი დიდი და დაუმართ. მაგრამ შეძეგრე ხარ, ცოტა სჭამდა ბევრს. ო რაღაცა მე გადავყლაპავდი ამ ტურისტს. და იმას ნავს გადმოვაფუძხებ სემიჩკას. ანუ ცოცხალი ის ხო ყავს ის პერსონაჟი იონა რო გადაყლაპაი. პინოქიოც. ვეშაპმა? ხო. ეგ ყაპარია და ეს რითი მამარცხებს. ბიჭო, რა მაგარი კაცია. ალბათ ერთადერთი კაცია, რომელიც აქ არის ნამყოფი, ხო? შემდეგი არის კროკოსპორტული ახალი ამბავი. ამერიკულ საკალაპი ხარ ვინმე ეს? მე გადასაყლაპად უკბენია რა მე. ცოტა არაკომფორტული ზომა მაქვს. კროკოსპორტული ახალი ამბავი. ამერიკულ საკალათბურთო ასოციაციაში All Stars კვირეული გაიმართა. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი იყო ვეტერანი კალათბურთელის მაქსი ბოქსის და ახალგაზრდა ამომავალი ვარსკვლავის ვიქტორ ვემბანიამას,
შეხვედრა ბოქსი არის 1.6 სიმაღლე და ვემბანიამა ესე მისწორებს რაღაცებს და არის უწოდინარი. ვემბანია 2.21. აი ეს გადაყლაპავს ამას. ბიჭო ეს ბოდიში ბოქსი ის არის ატლანტა ჰოუქსში რო თამაშობდა არის სხვა იყო კიდე ბიჭო სპადვები იყო ჩემ დროს ერთადერთი აი ესეთი დაბალი კალადურთი მე ვინც მაქვს ეგ იყო ისა ხო ატლანტა ჰოუქსში ვინც თამაშობდა ეს უფრო დაბალი ეს ჩამოსული იყო საქართველოში კი იცი რომ ხელაზე დახტოდა ვიყავი სპორტის სასახლეში მეც ნამყოფი რა ის ხო მაგ ჯგუფს კი მეც ნამყოფი რა ჯგუფ მაგის თამაში ჯგუფი ქონდათ რაღაცა ლარი ბიორდი მან და თამაშობდა არა ბოსტონი იყო ხო და მაგაზე ლარი ბიორდი და მეტანია დომინიკ ვილკინს თამაშობდა არ ახლა ეგ იყო ჩამოსული იმიტომ რომ შესვენებაზე სპეციალურად შესვენებაზე ეს ტენიდა რაღაცა ჯგუფი იყო შოუ ჯგუფი იყო რომელიც შესვენებაზე რაღაცა ეგ ტენიდნენ ესენი და ძალიან Spice Girls და დაახლოებით იგივე შესახედი იყო იმიტომ რომ მაშინ კავშირის ნაკრებში კაჩენკო თამაშობდა და ესე იდგნენ გვერდ და დაახლოებით იგივე არაფერი ახალი აი ამას რო შეხედავ ერთ-ერთი არ არის იმ სახეობიდან რომელიღაც არის შემთხვევა ბიჭო ის არის ავატარში რო არის ლურჯი არსებები და რაღაცნაირად რო დადიან ეგეთია შემდეგი ახალი ამბავი არის იაპონიიდან ერთ-ერთი ბიზნეს გამოცემის ინფორმაციით ვალაპარაკე All-Stars უყურე არა ერთ-ერთი ბიზნეს გამოცემის ინფორმაციით ხო ძმავიდა წავიდეთ ხო ჯიგარი ხარ ერთ-ერთი ბიზნეს გამოცემის ინფორმაციით იაპონიაში არსებობს დაუწერილი კანონი რომლის მიხედვითაც სამსახურში ადრე მისული თანამშრომლები თავგადასავ მანქანებს პარკინგზე შორს აყენებენ იმიტომ რომ ვინც დაგვიანების პირას მოდის აი რაღაცა ახლო გააჩეროს რომ ის დრო არ დაკარგოს და ახლა მოვიდეს მიხვდებით ალბათ რამხელა პარკინგებია ბიჭო რა კაი ხალხი არის და რამხელა შეგნება დათოსთან განსაკუთრებით შენ გასაგონად ვაპარაკ ეხა ილაპარაკე All-Stars-ზე მე ადრეც რომ მოვიდე მაინც მირჩევნი ახლოს დავაყენო ხო მაგიტომაც ხარ მაგიტომ გაგიკეთა ეს ლამაზი ჟესტი და ეს ბუნებრივიც არის რატოა ბუნებრივი დაუშვათ შევთანხმდეთ ყველანი რომ ხვალ რო შენ და გაგვიანდება ეხლა ნახე ხო მაინც მე უნდა დამაგვიანდეს ხო მაინც წინ უნდა დავაყენო და თუ შემთხვევით ადრე მოვედი ჩემ ადგილზე დავაყენებ სადაც ისე უნდა დამეყენო ეს იმ ფორმაციის კაცია თავისი ადგილი რო ხო ბიჭო რა ხალხი არის რამხელა სადგომია ნახე არ და მცირე მიწიანი ქვეყანა ვართ სადგომზე აქვს დახარჯული ყველაფერი თბილისში ხა აქ 20 კორპუსი აშენდებოდა ერთი საცურაო აუზი ორი სასტუმრო და იქით მხარეს დაჩებად და არა პარკინგისთვისაც დარჩებოდა ადი და პარკინგზე მე იფიქროს მანქანის პატრონმა შემდეგი არის ფოტო ინტერნეტიდან მოაჯირი ბიჭო რა ეს ხო არის ფუნქციაც ხო ჭირდება მარტო ვიზუალი ხო არ არის ან სახში ეგდო და ბარემ მივამაგრეა მაგაზე რომ დასრიალდება ის კაცი უნდა მაგ ძალიან პატარა ტრაკი უნდა ქონდეს კიბეზე წვერი რომ გრანდიოზული კიბეა ნუ შესაბამისი მოაჯირი არის რა მაგრამ ძალიან საყვარელია არა მაგ კაი ეკონომია არის სად არის ესა ეს არის სლოვაკეთში რა დაწესებულება არის ფიცოს თუ რა ქვია ფიცოს მშენებლობის სამინისტრო მინიმალიზმის მუზეუმი მშენებლობის სამინისტრო სტანდარტების დეპარტამენტიდან მაგით ჩადიხარ HR-ში ლიფტი გაფუჭებული როგორ არის ზარება სისულელეზე ლაპარაკი მაგითო მიყვარხარ პროფესიაც რო შესაბამისი მაქვს ნაპოვნი მე რა მშენებლობის სამინისტროში ვმუშაობ იგივე ნიჭით შემდეგი ნიუსი არის ჩატარებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა რომ კრეატიული დავალებების შესრულებისას აქტივირებული სხვადასხვა ტვინის რეგიონები
ერთი საერთო ტვინის წრედის ნაწილია. აბა ქართულად? ანუ ტვინის ნაწილები ჯამში შეადგენს ამ ტვინს. არა, მოიცადე. ისე როგორც ხელის ნაწილები რომ შეადგენს ხელს. ხელზე ჯერ არ ჩაუტარებიათ. ნუ გავასწრებ. ეს ჩემი თეორიაა. ნუ გავასწრებ. მეცნიერებას. ეს პირველი ეტაპი კარგად გაიარეთ. ეხლა მეორე. აღმოჩნდა რომ ადამიანებს, რომლებსაც ამ წრედზე მოქმედი ტვინის დაზიანება ან ნეიროდეგენერაციული რამე რო არ შემეშალოს ისეთი ტერმინია რომ კათასი მაიმუნი გამომეკიდება მე დაავადებები აქვთ შესაძლოა ჰქონდეთ გაზრდილი კრეატიულობა. მე ჩავრჩი პირველ კურსზე. არა, ნახე. ეს ის რომელიც ნიჭიერი სტუდენტების ხებს რო უხსნიან ხოლმე გამოცდის წინ. მე ხარ როგორც მივხვდი. ტვინის ნაწილი უშლის მეორე ნაწილს კრეატიულობაში ხელს. ანუ თუ დეგენერატიული არა, აუ ჩააფლავდი. კრეტინული. მითო ყავს ყველა მეცნიერს ასისტენტი. თეთრი ხალათი უნდა მესმის. მითო. ხო და ეს დეგენერაციული უბნები არის ისეთ რომელიც გუნავს კრეატიულს, კრეატიულობა შეიძლება გაიზარდოს ესეთ ადამიანს. წარმოგიდგენია დეგენერაციული ფუნქციები მიდის და კრეატიულობა ეს მაგალითად მაგალითის ქონია. კვლევარების განმარტებით დადასტურდა, რომ კრეატიულობა გარკვეული ფუნქციის გამორთვას მოითხოვს. ანუ ტვინმა რაღაცა უნდა გამორთოს. ორმუზები უნდა გამორთოს, რომ კრეატიული გახდეს. ბარა. მე რას ვამბობ? მე რა გითხარით წეხა? რომელი ხარ კრეატიული? შენ ყველაფერი შედარებითია ეს. მე ვარ ძალიან კრეატიული ადამიანი. მაგალითად რა მოიფიქრე ესეთი ორიგინალური. ბოლო ერთი სიტყვა წარმოებაში ხო ძალიან კრეატიულია. იმდენი რამე მაქვს მოფიქრებული, ნეტა ნახევარით ამემახსოვრე, მიატეთი. ეს ის შემთხვევა, ბევრ რამეს იფიქრეთ, მაგრამ ავიწყდე. ეგ გაწვება. ამახსოვრების ეს. ეგ არის გუნული. გათიშული. სეივის ფუნქცია გათიშული. ავარდა საშინლად კრეატიულობა, რა გიდა ვერ ვიმახსოვრე. ნახე, იცი, ეგ ჩართე. და სხვა რამე გამორთე. რა? აი მაგალითად შარდის შეკავებლობა. არაფერი ჩამსმული გენიოსი. კი. კრეატიული იდეებს იტყვი არ დაგავიწყდება, მაგრამ იფრით ციტიანი. ჩამსმული გენიოსი მაგას. არის გამოსავალი. არ ვიცი, მოიწერეთ. რამდენად გიგათ. ესეთი სამყარო. ვახ, ნახე. აი ესეთი ახალი ამბები გქონდა დღეს. ძალიან ბიჭო, აი ამას როგორ იკვლევენ, აი ამ რაღაცეებს. შენი აზრით, მეცნიერო. დაახლოებით მე რო დებილობებს ვიძახი, ესე ოღონ პროფესორი ხალხი იცავდა. ვერეცი ნავდეგებიან დანარჩენ. არანაირი განსხვავება არ არის. ეხლა ჩვენ რო ვიყოთ, ეს ხო დოქტორია, ჩვენც რაღაცა სტატუსი გქონდეს, უამრავ ნაშრომს დავდებდით ეგეთს. აი მაგალითად რას დადებდი? აი რა ნაშრომს დადებდი? მაგალითად აფიქრე ცოტა. მითხარ რა პრობლემა გაწუხებს და პრობლემაზე არ არის, აი ისევ ტვინზე. გაღვიძების პრობლემა ეკვატორს სამხრეთ ცხოვრებ ხალხი. 22 წლის ქვემოთ ადამიანებში. რაღაცა ძალიან ვიტრო უნდა იყოს. 22 წლის ქვემოთ მამრებში. ხო, კი ბატონო. 22 წლის ქვემოთ ცაცია მამრებში. კი ბატონო, რაც უფრო დავიწყო, ვერაფერ მოგედავება. 40-დან 50-მდე პარალელში მცხოვრებ ცაცია 22 წლის მამრებში. ობოლ მამრებში. გაღვიძების პრობლემა. გაღვიძების პრობლემა დეკემბრის თვეში. დეკემბრის მეორე ნახევარში. 20-დან 22 დეკემბრამდე, როცა დღე არის ყველაზე მოკლე. ნაკიან წლებში. სამშაბათობით. პარასკევირო 13-ს ემთხვეო. ხო და გამოდის ორი კაცი. დაურეკავ ეთქვი, ორი გვიწევ. ორი კაცი დაურეკავ და ეთქვი, თუ დაგირეკეს. კითხები, რატო ვერ იგვიძებ? აი გუშინ გვიან დავწე. მეორე შეკითხე, რატო ვერ იღვიძებ? გუშინ გვიან დავწე. არა, ის სხვა რაღაცას გეუბნება და მე შეინძახი უმეტესობას. ახასიათებს აი მეცნიერი უნდა გამოსული. სამხრეთში ხო არ არის მაგ დროს ის ყველაზე მოკლედ.
სწორია. შევასწოროთ, ჩაასწორე 22 ივნისი. ზაფხულის ბუნიაობა. ბუნიაობა. იმ ნახევარსფეროში ბუნიაობა იწერება. მაგრამ წარმოითქმის როგორც ბუნიაობა. არ იკითხება. მუნჯი არის. აი, ფსტოსანი გამოთქვაც არსებობს, მურჯი სამხრეთისაა. კი, კაცო. მაგასაც ალკენაშრომი გაქშე. ფონეტიკაში. ამას ნაშრომები კი არა, ცალკე კვლევით ინსტიტუტი უნდა ქონდეს. და მომამაკრო. კი, და დირექტორი უნდა იყოს ეს. თავის პარკინგით რო ახლო გააჩეროს. ვარდა უიანდეს. რამეც რო სამეცნიერო ჟურნალით. ხო არის ივერია, ხო არის იგერია, ან რაღაცა რო გააკეთო. არა, კავკასიის ეს. სრულ სამეცნიერო ჟურნალი უნდა ჟღერდეს. ალმანახი. ხო, მართალია. კავკასიის ალმანახი. მეცნიერული ალმანახი. რედაქტორი დ ბაბაძე. კი, კარგი იქნება. გამოვსცეთ. ეგეთი უნდა გამოვსცე. სტუმრის დრო დადგა, თუ გინდა NBA-ზე ცოტა იმაზე All-Star-ზე ილაპარაკე. სტუმარს ვკითხავ. ვითაც ძალიან გაახარებ. სტუმრის დრო დადგა გევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ანა კოჩაძე. შენ ვისი აღმოჩნდა რომ არც ერთხელ ჩვენი სტუმარი არ ყოფილხარ, ხო, პირველად ხარ? კი, პირველად ვარ და მიხარია ძალიან. ჩვენ ძალიან გვიხარდა. აი, იუთუბერი გახდი. დიახ. და ჩვენ სიმწუხირია. იუთუბერი გახდი, ეგრევე დაფასება დაგეცა. თავში. კი, ხალხში გაერიე. პირველ რიგში დათო იყო ჩემი სტუმარი, არა. რანაირი იუთუბერი? ვიცით. მოჭამელი. კი. ეს უკვე შური რო გალაპარაკებს იგრძნო. ლამის არის გავსკდე. ჭამელისგან. რამდენი ხანია რა ტელევიზიიდან გადმოხვედი ნათელ მხარეს? ტელევიზიის პარალელურად დავიწყე ნათელ მხარეს გადმოსვლა. რომელი სიკეთე აქეთ იყო? დიახ. თავიდან მეცეჭვით უყურებ, ჯერ შეამოწ. ყოჩახლა ჩვენც ესე მოვიქეცით ხოთა შორის ჩვენც. ძალი ფეხი იქით. იმდინარე ამბების გამო. ოღონდ განსხვავება რა იცი, შენ იქაც იყავი აქაც და მე წამოხვედი და ჩვენ იქაც ვიყავით აქაც გამოგვაგდეს და მე არ გამოგვაგდეს, დაგვითავდა კონტრაქტი. გამოგდებას დავასწარი. ო, ყოჩახ. როგორია YouTube-ი? კარგია, ძალიან კარგია, იმიტომ რომ თავისუფლება გაქვს და შენ ხო 9-დან 6-მდე. იცი რა, 9-დან კი ვართ, მაგრამ მე ვაგვიანებ ხოლმე და ამიტომ პარკინგზე ახლოს ვაყენებ და დროულად მივდივარ. იმიტომ რომ კაი თანამშრომლები ყავს, აბა აქ მუშაობდე. დაკავებული. აი, დიახ. ჩემი ადგილი არა. რამდენი ხანია რაც არხს აკეთებთ? 4 თვეზე ცოტა მეტია და ისე ყოველკვირეულად ვდებთ. ეგ აუცილებელი. ხო, მან თუ იზარმაცე. რეჰანი. ნუ როგორ მიყვარს რეჰანი. მეც, მაგიტომ დავარქვი. იქიდან მახსოვს. სალათიდან. დედაენაში არის. ამადის რეჰანი, ეგ ორი არის. ჯამ ჭურჭელი. კარგია, რომ ქართულ ენას პატივს სცემ. ესე ჭამაზე რა ხან არის, იმიტომ და თორე ამაკს აპირებდნენ. ამაკია არის ჯერ ესეთი YouTube-ი. ამაკია. თოხის გარდა ყველაფერია იმაში. YouTube ჩანელებში ხო? არა, თხაც არა. თითი არის. არის ოღონ ინგლისური თი და თი. და რა ხდება შენ ჩანელზე? ჩემს ჩვენი კარგად ვიცით და უყურეთ და გავსვით ჩურზე. ანუ ადამიანი როცა გიგამარიცის. ადამიანი როცა მსუქანია და დიდია, ეს არ ნიშნავს, რომ გამხდრები არ უნდა დაბადიჟო ჭამის გადაცემაში. ეს ისე მაინც აღნიშნავს. მოგიწევთ. ხო, აბა მოუყევი გიორგის რა ხდება შენს? მე გკითხავ. კი ბატონო. გიორგი დაბადიჟე მეორე გეხოთ. მაგრამ გიორგი არ არის კარგი თუ ჭამ. იქ გიყურეთ. თარცში. საჭმელს არ ვიძახებთ, მივდივართ და ჭამთ. სხვადასხვა ადგილებში? სხვადასხვა ადგილში, რეგიონებში ძირითადად. ზოგან ვიხდით, ზოგან გვეპატიჟებიან. ადრე მაგას რეკეტს ეძახ. ეხა YouTube ჩანელი ყიდა. გააგზავნოს გიორგი მკითხები? ფასად გვაჭამეთ. არა, მოდი ეხა აქეთ ვუპასუხებ. კარგი, რა კითხვა მაქვს? სტუმრის მიხედვით არჩევთ, სად მიხვიდეთ თუ წინასწარ ჯერ იგებთ და მერე სტუმარს არჩევთ? თუ უთანხმებთ.
სტუმარი ხან ყავს, ხან არ ყავს. ხან ვუთანხმებთ და პირდაპირაც მივსულვართ, ხან რეკეტისტრი. თვითონ ახართ, თუ მიდიხართ. რაღაც არა, გადაცემის სტუმარი. არა, ხან გადაცემის, აი მაგალითად როგორც დათო იყო. ხო. არა. თვითონ ხო ისე მიდი. ორნაირი გადაცემაა. მაგარ რაღაცას მიაგდე. რატო? შენ როგორ გამასები? ეხლა გეტყვი, იმ რესტორანში მივდივარ და წამორა. შური გვიბერები რა. ჩატში ვიწერები ხოლმე მეგობრებთან. აბა რომელს გშიათ? და რა თქმა უნდა საუკეთესო რაღაცებს გაჭმევენ უფასოდ. ხო? ხან უფასოდ, ხან ფასიანად. ეს რაზეა დამოკიდებული. უფასოდ. მასპინძლის კეთილგანწყობაზე. ჩვენ არ ვითხოვთ რომ უფასოდ გვაჭამეო მართლა. პულსაც არ უტენით ჯიბეში. არც დაკრული და ჯიბეზე ხელი რომ აი დაძალებით იკლავთ თავს. ერთხელ თავაზებთ აი ისე რა. ისე კახურად რა. აი თუ გინდათ გადაგიხდით რაღაცას. რომელი სად არის სიძვირე? რომელ რეგიონში? რომელ რეგიონში? სადაც ყოფილხართ? რეგიონებიდან რა ეხა ჩამოხვედი სვანეთიდან. სვანეთიდან ჩამოვედი. სხვათა შორის სასრიალო კურორტებს თუ შევადარებთ, სვანეთში არ არის სიძვირე. გეთანხმები? გუდაურში უფრო კი, გუდაური პირველ ადგილზე, მე მეგონი ბაკურიანი და აი გოდერძი არ ვიცი ხა. გოდერძიზე არაფერი არ ხდება, გარდა იმ ტრასებისა და რამდენიმე სასტუმროსი. ანუ გოდერძიზე წახვიდე ნადირობა მოგიწია რომ შენ და ოპერატორს რამე გეჭამა. ხო ხართ მონა თუ რა აღარ ხართ. ვიყავით აღარ უნდა. აი არა მაგ პერიოდში. ესენი არის აი შენ გეტყვი გულჩვილი მონადირეები. რო ნადირობენ მაშინაც ეწოდებოდა და უბრალოდ დადიოდა. ვაშკაცურად თო. შენ ცეკეთი მეთევზი არ ხარ იჭერდა უშვებდა. ხო, მაგრამ მაგას რა ქვია? იმას დაც ვეღარ გაუშვებ რომ მოკლავდა. რა ქვია მაგ სპორტს თევზ რო იჭერან? სპორტულ თევზ. კი, სპორტში თუ რამეს იზავდა, სპორტული თევზაობა. ეს სპორტული კოტრიალი ვერ მოიფიქრა. სპორტული ჭამა, სპორტული ჭამა. სად რომელ და რომელ რეგიონში იყავით? სვანეთი, კიდე სად? სვანეთში, კახეთში ვიყავით რამდენჯერმე. თელავი, კი ბატონო, სიღნაღში ვიყავით. კახეთში განმეორება გვესმის. შენი გადაცემა არ არის, სტუმრად. გურია იყო. და თუ რა თქვა ვერ გავიქნა. ეჭიდა გურიაში როდის იყავით? გურიაში ოქტომბერში ვიყავით. სადა? გურიაში ვიყავით ჩვენს მეგობარ შევთან ავთოცეცხლაძესთან, ესე თავისი სახლი აქვს ძველიესა და წვადიშე ვიცი. სხვათა შორის გამოაცხეს ესა. ხო ვიცი. ჩავაკვეტებ რომ ახალ არხს ვიწყებთ. ახალ რას იწყებ? არხს. დიახ, რეჰანი კუკინგ ერქმევა და ავთოცეცხლაძე მოამზადებს გურიაში ცეცხლზე, ესე ეზოში. და ამას გადააქმნევთ ამ ცეცხლაზე რო არის, მაგიტო არა, ცეცხლზე. ეს დარჩება. არა, ავტოცეცხლას ხო, ცეცხლზე და ნავთი. ავტონაუტი. მე მაგ შეკითხები. იმას თუ რეჰანი კუკინგს არ ვიძამე მე აქედან წამოსულ ნუ შეკითხვა. გეშინი, იმას თუ რეჰანი კუკინგს არ ამას დარგვით რეჰანი იტინგ. და იქნება ბალანსი. იდეა. მე იტინგში ვივლი. რა შემეკავოს. ან კუკინგში ჩემსავით კადრს მიღმა და მე ავთოს გამომზადებული ჭამა. რამდენ პროცენტში არის ქართული რესტორნების მენიურვარი არის კამერით რომ გადაიღო და QR კოდით? QR კოდით გადაიღო. 67. ესე იგი სტატისტიკის მიხედვით საქართველოს თუ ავიღებთ ალბათ დაახლოებით 20-ში. და ძირითადად დიდ ქალაქებში ხო? დიახ. რატომ გაჩნდა შეკითხვა? ქაღალდის ეკონომია, ხეები რო არის. უბრალოდ აინტერესებს, რა ისეთ კითხვებს კი არ ხავს, რაც საინტერესებს. თვითონ რაც აინტერესებს. რამდენ პროცენტშია დაუშვათ რო ეტყვი რომ მინერალური წყალი მომიტანი და ძალიან ცივი რომ მოაქვს. აი რობერტ დარლევი ისეთი უკიდურესი 30. იყოს 30. რამდენ პროცენტშია ქალი იმპანი და რამდენში კაცი? რამდენშია ეს მერწული? იმ სტატია უნდა გამოაქვეყნოს მე მგონი იმ ჟურნალში რა დაარქვით? კავკასიის ცრო სამეცნიერო ალმანახი. კავკასიის ცრო სამეცნიერო ალმანახი ინტერვიუზე ვარ ახლა. კავკასიის სამეცნიერო ალმანახის სტუმარია. პირველ გვერდზე იქნება. ეს სვეტე. სვეტია. ის სვეტია. მე ინტერვიუს არჩევს რა მოვიდა გასტრონომიული სტატისტიკები. თანამშრომელი შოვა და გაუქმე. ეს რამდენში მოიწამლეთ?
არც ერთში. მართლა? მართლა. კაი. რატო? გვერდით მაგიდაზე აი ხო არის? ვინმე ხო არ აღირავდა. მაგაზე კვლევა არ ჩამიტარები, არავისთვის მიგია იქ შენი ყოფნის განმავლობაში გვერდით მაგიდი და რომ მოუვარდნენ რესტორანს და ჩვენი გვიჭეკით და მოვიცამლეთ. ესეთი არ ყოფილა. კაი, მუსიკას რას უკრავენ? აი სად ძალა გამომელია ვეღარ. მუსიკას მაგანო ათიშინებს, იმიტომ რომ YouTube-მა არ დაბლოკოს მერე ვიდეო. ასე რომ ხო აძერ ვიღაც. ბოდიშ თქვენი ლიმიტი ამოიწურა. ალბათ 50%-ია მუსიკიანი და ორკესტრები ხო ყავთ ვიღაცებს? ცოცხალი? ორკესტრი კი სიმფონიური რამე რესტორანში შესულხარ რომ დიდი სიმფონიური კონსერვატორიასთან არსებული სახაჭაპურე დღეს შევასრულებთ ბეთჰოვენის ხუთასი ძალიან უხდება მეგრულ ხაჭაპურს. გამოდის შეფი და იწყებს. გამოდის შეფი ქვილიანი ხელა. რომელიც დირიჟორობასაც ითავს. გარშემოვიდოდ. ხურის ყველას. სვანეთში ვერაფერი ვერ გაიგო. არ არის კმაყოფილი. არ მოეწონა ჩემს. მკითხე. რა ანუ რაიონებში გადიხართ რეგიონებში რაღაც იქაურ ადგილობრივ სამზარეულოს სინჯავთ ალბათ ხო? კი, ადგილობრივს და არა მხოლოდ, იმიტომ რომ მაგალითად ქუთაისში ინდურ რესტორანს ქუთაისში. სვანეთში არ გვეჭამს. ქუთაისში ავდნენ ინდურ რესტორანში იყვნენ და ირლანდიურ ბარში. ქუთაისში წავიდნენ ამის გულისთვის. მე მგონი რაღაცა გზამკვლევი გჭირდება. რაღაცა კომპასი გაქვთ არის. აჭრილები ხარ. შემდეგი არხი უნდა გასვა კომპასი. არა, რეჰანი უნდაერიოს. რეჰანი ტრეველი. რაღაცა ცუდი ბუკლეტი აქვს დათვლილი. სადაც პირიქით იქნება. კავკასიის იმ ალმანახით დადიან. ცუდი ბუკლეტი. იქაური კვლევები. რა მაინტერესებს ქუთაისში ინდოეთიდან ჩამოსული ადამიანები იყვნენ თუ ვიკენდიამ გახსნა? კი, ქუთაისში მარტო ესეთ ადგილებში არ ყოფილვართ, ვიყავით იმერულ რესტორნებში და სასადილოებშიც და კი, დეფშიც ვიყავით, რაღაც იონას კაფეშიც ვიყავით, ასევე ლუდის ხარშვაზე ოტია იოსელიანთან, მოკლედ იმერული თაფლის იმას რო ხო. ეგეც აქვს. ეგლუდი ხარშეთი, ეგ გადავიდეთ. ეგლუდი გავსინჯე ოღონდ დეფში. მეც. ერთად არ ვიყავით. არა, მე და შეიძლება. მე თალკი ვიყავ. ხო და ირლანდიურ პაბში რო შევიარეთ საღამოს, ვიღაცა ინდოელმა ბიჭმა გვითხრა, რომ ვინ ხართო, რა ხართო, ჩვენ მოვუყევით, ვინ ვიყავით. ინგლისურად ინდური აქცენტი. და გვირჩია ესე, რომ აქო ერთი ინდურიაო, ძალიან კაიაო. აი, როგორ გვირჩია, იცი, მეზობელი რომ მიგასწავლის და ამ ლაპარაკში მივხვდით, რომ ისი იყო და გვირჩია და ჩანგალზე და ეს გრამატიკა არ იცოდა და იმიტომ ლაპარაკობდა მესამე პირში თუ ესეთი ბლიდი იყო. თუ უკვე ქუთაისს რა პერესტობას. ჩემი და მართლა ინდური თუ გინდა ხო? გრამატიკის ამბავი არ იყო მეორე. რა ქვია ინდურ რესტორანს ქუთაისში? White Elephant, თეთრი სპილო. თოდა ინდური. გამია რომ გადაუტანო. შეჭამდა. ირლანდიურ ბარს? ირლანდიური? ბარი. აირიშმა. ვა, საინტერესო კარგი რესტორანია? კარგი რესტორანია ძალიან. ცხარე. გემრიელესი. არა, შეგიძლია მიუთითო და უთხრა რომ ცხარე არ გამიკეთო, ვერ ვიმახსოვრებ ეს სახელი. ქათამი კარი სოუში, ხო? ხო, ნუ კლასიკა. ინდური დასახელებები ქონდათ. ბევრი ესეთი ისა, მაგრამ მანიში ხო ბოლნიში. დმანისში ჯერ არ ყოფილვარ, ალბათ ბოლნიში. ევროპული ყველის იმაზე იყავით. ეგ თელავში არის, თელავში არის. ჩემი ძმა არის, ყველაფერი აური. შვეიცარულ ყველს აკეთებენ. თელავში. კი, ეს მეწარმე ვინც არის, ეს ადამიანი. იმერლები უხდებათ თელავს. არა, შვეიცარი ძროხები ყავს ჩამოყვანილი და წველის დროს ძროხებს აჭმან, რომ არ დაისტრესოს და კარგი რძე მიიღოს და ძალიან გემრიელი. მუსიკასაც ხო არ ასმენინებენ ერთ კინოში. დაყრდნენ ძროხებიო არა. წველის დროს აჭმევენ? კი. ო. ცნობილი. რა არის უცნაური თან სიამოვნებ და სიამოვნებით იწველებიან. ეს კომპასის ამბავი კი არ არის.
ამ საქართველოში ქართულიც არის ადგილობრივიც და უცხოურიც. ნუ იმართებ თავს არ გინდა. მართლა მტერი კი არ არის. შენ ხარ ინდურ რესტორანში ნაყოფი ქუთაისში. ქუთაისში. იცოდი რომ იყო. დაიცა ერთი წამი სხვანაირად და ინდურ რესტორანში ხარ დამყოფი? საერთოდ. სადა? ჰაიდელბერგში. ჩვენი სკოლის გვერდზე. აჰა, გერმანიაში იყო კაცი ინდურ რესტორანში და ქუთაისში გერმანიაში რატო იყო? რატო? ინგლისური სასწავლო. კიდე ჩემი კომპასია არეული. ინდურ რესტორანში დადიოდა. რო ჩამოვიდა სხვა გერმანული საჭმელი ძალიან მომეწო. ჭარიები და რაღაცა. ინგლისურად თქვა. ინგლისურად თქვა გერმანული აქცენტი. და ჩამოვიდა თურქეთის გავლით ალბათ. შენი კაბუქება აკლია. ეხა მაგალდი ეხა. კიდე გვაქვს რამე ქალაქში ესეთი ეგზოტიკური რესტორანი. გუდაურში ხო არის რაღაც, მაგრამ მე მგონია ინდური არის ტაჯ-მაჰალი ქვია, თუმცა ის რაღაცა ტრაგიკული ამბავი რომ მოხდა, არ ვიცი რა ბედი ეწია მე მაგასთან. ასურეთში არის გერმანული რესტორანი, მაგრამ ნუ არც ისეთი ეგზოტიკა, იმიტომ რომ გერმანელები ცხოვრობდნენ იმ სოფელში და არის ეს ცნაურია გერმანული რაჭული რესტორანია. გერმანულ რაჭული რესტორანია და რაჭველებიც იყვნენ ჩამოსახლებული ასურეთში და მაგით. გერმანია, შვაბები. შვაბი რაჭველი. მეგონი ყველას კომპასი არეულია. გასვლითებს თუ აპირებ ქვეყნის გარეთ. სხვათა შორის დავიწყეთ გასვლითით იტალიით, იმიტომ რომ მაგრამ ვიზა არ მოგწევს. იყვნენ იმაში, ნეაპოლში. გვიდევს უკვე, კი, სორენტო და ნეაპოლი. ეს ის მიზეზი იყო. ჩვენ სადაც ჭამეთ. დათო. ანა, გადი იცი სამანუ კიდე. ამას კი არაფერს. მაგრამ მოისვენე და მე ვარ ანას ადვოკატი. ნათო მოყვება რაღაც ეს და მე შენ რაღაცა ჩაასწორე უბრალოდ რომ. მოკლედ იტალიის ეპიზოდში უფრო ადგილობრივი პიცერიები, პასტა, ხმელთაშუა ზღვის სამზარეულო გავსინჯეთ. ჩვენ რო ვიყავით იმ პიცერიაში? კი, ვიყავით, თქვენ რო იყავით იმ პიცერიაში. ჯერ თქვენ იყავით თუ ჯერ ჩვენ ეგეც არ არის. იდექით დიდრიგში? და თქვენ რო იყავით რა გითხრეს, აქო თქვენამდე ვინ არისო ნამყოფიო? ჯულია რობერტსიო თუ ჯანელი? ჯულია რობერტსი და კაცები გითხრეს თუ მარტო ჯულია რობერტსი? თუ მარტო ჯანელი. როგორ იყო? თავარ მართებელი. ალმანახის დამაარსებლები იყვნენ. გუშინ ჯიმში ვარჯიშობდი და ერთ-ერთი იმას რაღაც ვარჯიშობდი. პილატეს? არა, პილატესი. დიდი პილატესიდან წამოვედი. მუსკულებზე გადავიდა. დიდი პილატესიდან წამოვედი. რატო? იოგაში გადავედი და გაუპატარავდა პილატესი და ვიღაცა დაუტოვა ის თავისი პილატესი. და ერთ-ერთი ჩვენი მაყურებელი მოვიდა და ვერ მივხვდები და მოვიდა მეთქოთ რო ვარჯიშობ რაღაც ახლა რომ ტანტამარესკა. წავიდა ვამეთქი ჯიგარი. ტანტამარესკა არის სიტყვა რომელსაც მე ვერ ვიმახსოვრე. და რას ნიშნავს ეგ თუ გახსოვს? არის ესეთი თავის გასაყოფი და სურათის გადმოსაღები ისინი რომ გადმოსაღები გადასაღები. გადასაღები. გადმოსაღები. ამდენი ხანია ლაპარაკობ. თემატურად ეგრე აუხსნა. ეს ხო საჭმელების ჭოება. სურათის ვერ მიხდი ხო ვერ მიხდი ხო რაზე? კარგად მიყარა. გეგონა ხო მაინც. საღან გადმოსაღები თქვი. თვალზე წახვედი ხო მართლა? მაზე სატელევიზიო გადმოცემა. ბიჭო მართლა ჩვენთან ეგრე ამბობენ დასავლეთში. უყურენ გადმოცემას. რეგიონს შეტენენ ხა თავისი გრამატიკის უცოდნენ რომ მარტო აღწერაში და გემოვნებაში ხარ მაგარი თუ კეთებაში მაგარი? არა, კეთებაში არ ვარ მაგარი. საერთოდ ნუ ავი ციციბურას ხარშავ და ომლეტს ხო სხვა შორს არ არის ადვილი. სწორად შეწვა. ადვილია ომლეტი შეწვა ადვილია. არა არის. კარგი ომლეტი. დიდი შეფები ამბობენ. სწორად შეწვაში რა იგულისხმება? აი არა. ზუსტად 4 კალორია. არა. აი კვერცხ ზუსტად კვერცხი ხო აიღო. გემორო კონდეს. ანუ გისახარ თუ. კულინარიაში არ ვარ, არა. დათოსავი, დათო გიძახით რომ კარგი მზარეული ვარ, მაგრამ რამდენი წელია ჩვენ ამის გაკეთებული გემრიელი ვერაფერი ვერ. რამდენი ხანს მიეცა ჩვენ შემოგხვდება. რა თქმა უნდა. ყოველთვის გერჩივნოს სხვამ გააკეთოს და შეინჭა. ამო. ეს არის ამათ არ ვეუბნები უბრალოდ. ყველას არ უთხრათ. ეს არის გასტრონომიის გოჩა ჩერტკოი. ვიჩო რო არ ცეკვა.
ყველაფერი. შენ ყველას რო ძალიან მაგარია. როგორ მომეწონა. ეგ იმაზე ვიზიტკაზე უნდა დავიბეჭდო. ვიზიტკოსი, რაღაცა გასტრონომიის გოჩაჩები. ძალიან დიდი მადლობა. თქვენ მადლობა. თქვენთვის წარმატებებს გისურვებ. რამდენიც გინდა, 4, 5, 6 მაგებას გამომწერების უახლოეს 6 თვეში. კი, რომ ესე დილა იწყება ჩემი დარეფრეშები. ხო და აი ლაპარაკობდით, ანუ YouTube-ზე თლათ ესე ნუ გაქვს მოძინე, მაგრამ არა ხარისდება რა, თუ. ეხლა ნახევარი ხარ. არა, 7-ზე ცოტა მეტი. ჩვენ სტუმრად ვინც მოდის ჩვენი სპონსორების მეცადინეობით გვაქვს საჩუქრები და შენც უნდა გადმოგცეთ ჩვენი სპონსორების საჩუქრები. დათოს მიმართულება. მადლობა, ნიკორაში მუშაობდი სპორტაშორის და მიყვარს. ნიკორას პროდუქტები და შეგვიძლია კამერა თუ გაქვს წამოღებული ერთის შენი სიუჟეტი აქვე ჩავწერე. და ისევ კრაკოვი დაიჭერა. ჩავწეროთ, მაგრამ გიორგი თუ არ შეჭამს ვერ დათოს კრაკოვი რა არის? ბედნიერების ნიშანი, ნალის ნიშანი. არა, ბიჭო, რატო ვერ ხვდები? კი, ზემოთ. დანარჩენი არის თერმულად დამუშავება ჭირდება და ეს პირდაპირ შეიძლება ხრანჩში რო გადავიქცო. მონადირული შეგიძლია. სად არის აბა მონადირული? აიმე და ესეც დაიჭერა. ჩემი საყვარელი ეს არის სხვათა შორის. აუ ეს ნახე რა ეხლა და შეიძლება აი დათო ეს ის შემთხვევა როცა მუშაობდა და იცის. არ იცის მაგისტრო. ო იმე შეიკაც ესეც უმათიჭმება. აბა დამენახე კიდე რა ყო? ეხლა რა ნაწილს წაიღე. მე ვატყობ რომ ნაწილს წაიღე. აუ მუშაობა რო დავიწყე სახლში მივედი 3 დღეში და წავიღე სოსისი ესე ნუ მარკეტში შევედი ვიყიდე წავიღე და ჭამენ ოჯახის წევრები და აი ეთყობა ახალი რომ აი საწარმოა. ი ბიჭო ეხა ეს ეგეც სამანახე ერთი წამ ეს ხო ეხა უფრო მსუბუქ გავიყოთ კიდე წასაღებია კიტო ჩაგილაგო გულს ვატან გადავდებ რომ ვინ ყავდათ სტუმარი რო აღარატანდა საჩუქარს კიდე ჯერი საჩუქარი გაჭერდა იმას რა ქვია არა იმას რო შეეშინდა მე მგონი ამბობთ როს ხო უცებ ეცაჩუქარი ჩვენი სპონსორია ზუმერი აუ ეხას თუ კაი საჩუქარი მოიტანეს უკვე ნუ აღარ შემიძლია რა ამოიღე იცი რომ ჯერ მივცეთ ვისაც ეკუთვნის ზუმერისგან საჩუქრა ჩვენ ოღონდ რა არის არ ვიცით და გავხსნა დათოს გული გაუხეთ ესე გავხსნა იქ ამასნია იგი მეც არ ვარ ძალიან სანდო აუ ნახე რა მოიტანეს YouTube-ში საჭირო რამე მონახე არა მიბალა სტუმარს არ ვაძლევ ბიჭო რა არის რა მომენტი რა არის გახსენ იკო გახსენ ერთი გამოუშვეს იკო გახსენი გავხსნა თამარა არა ეს ისხნება მეც მეინტერესებს გავხსნათ ჩამოვსხენით დათო გითხარი რა არის მანამ მობილური ტელეფონი ჩადებ და სერვიზული სტაბილიზატორი სტაბილიზატორი და სტაბილიზატორის გარდა აქ მართვა შეგიძლია ატრიალო ძალიან მაგარი რაღაცა რომელიც შენ არ მაგრამ შეგიძლია ატრიალო აუ შენ თუ სამანადრა გამოიყენეს ჯოხი არის ანუ არ ჭირდება ამას არა ლაშას აქვს ისეთი რამე ამას ყველა გამოიყენებს და მით უმეტეს თვითონაც ეცა ნახე ეს ჯერ არ არის თავისი და უკვე ერთი წამით მე და დათო გავხსნით ამაცადე რა ესეთი სტუმარი არ მინახე აიყოტინებ აქედან უნდა გადაჭა აი ეს დათო ეს ხო და მაგას აძერი არ გამიფუჭოთ არ გამიფუჭოთ გაიცადე რა ხუთს გაგატანთ და ბავშვი პრობლემა აქ შეხტავს ერთად ზიანდეს იმას მიკროფონი აი ხო უკვე სტუმართ ხო ოღონდ მე და დათო დაიცადე შენ და ხელი გაწიე შენ მიდი კი გამოწია ვაიმე ისევ მე უნდა ჩავ ჩვენ ვარ საჩუქარზე დახამებული საჩუქრის ღამე ხამედეს კაცების განყოფილება თვითონ ვისაც ეკუთვნის იმანაც ო ვისაც ეკუთვნის მე აქ დავათვალიერე მივიდეს მაღაზიაში და შეიძლება არ გახსნა ეგ ძალით არა აჰა როგორ უნდა ჩავ ანუ დამაგიდო აქ დამტენი რომ თუ დატენილია თვითონ იმას ეს ასაწყობია ესე
ის არის. ანუ შენ გააკესა? დიდი კამერის კი. ეგ ტრიპოდია. ხო, დასატენია. ხო. მაკეტი ხო არ არის. არა, ნახე, ესეც აქვს ეს ფუნქცია. ხო, შტატივის. ხო. ძალიან მაგარი რა. კარგი, ეხა ჩადეთ უკან. ანუ ჩუქნით, მადლობა გადაგიფადო. არა, იყო ხელი. პრინციპში ამ წუთში ნაჩუქარია. ერთიცა, ჩვენ თუ მადლობის მეტი არაფერი გვჭირდება. უკვე რაღაცა ეჭვის ქვეშ და ძალიან ვიცი რა. მადლობა. უცბად უნდა დაამოხმაიცე. ეგრეა. ეგრე გავიქცე. ისადა ის. აი ამას უკვე გიტოვებთ თქვენ. ძალიან დიდი მადლობა. მოიცოდე გულის ტკივილით გატო. მომეიკო ჩავდო. ერთმანეთი რომ მოვიწვიოთ არ შეიძლება. მიწა წარმოიდგინე ჯანელასაც კი ამოასწრა. და ამ გული არ წყდება საჩუქრებს. ხო და აი მივიდა ის. ო, მაგრამ მართლა მოკლედ ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. შენია, არ ნუ უყურებ ამათ, ასე ხო, ეგრე ამასქენი, რა ქვია, კარგად დაიჭირე, შემთხვევით არ გამოგტაცოს რომელიმე მოარს არ დავესახელებ. წარმატებებს გისურვებ, ბევრ გამომწერს, ბევრი კერძის დეგუსტაციას და მე დიდი მადლობა თქვენ. ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრის ნაწილი დასრულებულია. გადავდივართ მომდევნო რუბრიკაზე. ჩვენი ახალი რუბრიკა, კროკოს რუბრიკა, არის გასვლითი რუბრიკები, სადაც უნდა მივიდეთ სხვადასხვა სპორტის სახეობის პროფესიონალებთან და იქ უნდა ვცადოთ, ან ჩვენი თავი გამოვცადოთ, ან ერთმანეთს შევეჯიბროთ, ან პროფესიონალებს შევეჯიბროთ, მოკლედ იმის მიხედვით რა სპორტი იქნება. სად ვიმყოფებით, როგორ ვიმყოფებით და რა უნდა გავაკეთოთ, ბატონი გიორგი გვეტყვის ახლა. ჩვენ ვიმყოფებით კროკობეთ ლილო არენაზე. ეს არის ავტოდრომი, სადაც დათო და ირაკლი შეეჯიბრებიან დრიფტში. წეღან გაიარეს მოსამზადებელი კურსი. ხო, შეისწავლეს, აზრზე არ იყო არც ერთი. დათოს წნევა მაუწია ვარჯიშისას, მაგრამ ფეხები ავაწევინეთ მერე და სტანდარტებში ჯდება ამ წუთისათვის და ამიტომ მე ვიქნები დათოს გუნდში. ხო. წამლები შენ აქ. აი, მე ვიქნები ირაკლის გუნდში. გუნდს რა ქვია? გუნდებს რა ქვია? საბურთალოს სასტავი. არა, რაღაცა ის დავარქვათ რა. აბა, მანქანას რო შეეფერებოდ. მიდი. რა დავარქოთ, იცი, აი რაც მე მომივიდა, ადრენალინის წლიური ნორმა. დავარქოთ ჩვენ. ნამდვილად ერთ წუთში ჩემი წლიური ნორმა გამოვიმუშავე მე. კაი, და მაშინ ჩვენ გუნდს ქვია კაკაბას იმედად. რა ფასდება? არიან პროფესიონალები. 1000 კაცი და ჩვენთან არიან პროფესიონალები, რომლებიც გვავარჯიშებდნენ და ეხა რა გამოვიდა ამ ვარჯიშიდან შეაფასებენ დრიფტი. რამდენად სუფთად გააკეთე, რამდენი ხანი გააკეთე, რამდენი ხანი გასულიერებდნენ. რა ბევრი ის არის რაღაცა. მე როგორც ვიცი, ქულებად არის რა. და გადარჩენა, ცოცხლად გადმოსვლა მანქანიდან, ეს არის მთავარი. ვინც ამას გაკეთებს, ყველა გამარჯვებული. გვერდით უნდა ეჯდეს თავის თანაგუნდელი. ვიკითხოთ. მე ვიტყვი, ჯობი არ ეჯდეს, იმიტომ რომ იმ თანაგუნდელს დიდი რაღაცა აქვს, გუნდელს კი არ პროფესიონალს და ხრამში რომ მიდიოდა იმას მოკაჭავს და აჭერებს. შენ ეგ დღეში იყავი. იმედად რომ ხრამში. მოკლედ ერთ გუნდში შეიძლება რომ იჯდეს, მეორეში არა, ან არც ერთში ვნახოთ, ვიკითხოთ ეს პროფესიონალებთან და როგორც გაწყდება გეტყვით. და მე უკვე დავიწყებთ უშუალოდ კონკურსს. მოვიდეს კამერაც მოვიდეს. წაგვიდექით. დავით ზუგზე, პროფესიონალი ბოლელი და დრიფტერი, YouTube-ს. აჰა, ბოლელი ცალკეა და დრიფტერი ცალკე. ცალკე სახეობები. შეიძლება ერთ სახეობაში გატარდეს დრიფტერობაც, ანუ ბოლელი კონკრეტულად მოიცავს ყველა. მაქვს კითხვა, როგორ ფასდება? რამდენი ზოგადად დრიფტს აფასებს ხოლმე, ზოგადად დრიფტს თუ ვეცდებით, დრიფტს აფასებს ჟიური. კი ბატონო. ანუ სუბიექტურია შეფასება. ვინ არის ჟიური? შეიძლება იყოს. სხვა შემოთავაზება. ამ შემთხვევაში მე ვიქნები. ოპა. ამ შემთხვევაში მე ვიქნები და შეთავაზებები. სადავინო სუბიექტური მომწერო. ქუთაისე.
აჰა, გიორგი ლუციმიძე რა, ვინ არის შენი? გიო ნუ გეშინია. ხო და მოკლედ ქულები იწერება შეუძლებლად ჟიური აფასებს, ქავლებს, თითოეულს. ეხლა ჩვენ შეგვიძლია ვსადოთ რამდენიმე ელემენტი. ნახოთ რა გამოგვივა. რა ვიცი, თუ გნებოთ რა მარტივი მოიფიქროთ. დონატები რაც გვასწავლე ისწადოთ რა. დონატი არ გვინდა პიცა და რაღაცები არ გვინდა. დონატი. პიცა კარბონარა, რაღაცა არ დავაყენე. არ გვინდა. ოკეი. დონატი ისწავლე შენ? კი. ვინ იწყებს? აქ ოღონ 5 თეთრია. 5 თეთრიანი გამოდის ყველაზე კაი. აი ლარიანი ლომი გინდა თუ? ჯანე, აი ის ჯანე ლომი თუ ბორჭო? ლომი. ნო? აუ, ჩაი, ლომია. თქვენ ირჩევთ. ჩვენ ვირჩევთ რა? რასაც გინდა. გინდა პირველი იქნები, გინდა მეორე. ჩვენ ავირჩევთ. პილოტად ეს გუნდი ვირჩევს მე. პირველია დათო სანამ საბურავები საბრობზე არის. ერთი კითხვა მაქვს. დამატებით. გვერდზე თქვენ ჩავდივდეთ, ხო? კი, რაღაც შემოგვიწევთ ვიცით ასეთ კი. Sorry. აი, ისე შეიძლება თვითონ შეჯიბრის დროს რომ მეტყვი და გეჯდეს. თვითონ შეჯიბრის დროს ეხა ოფიცერი შეჯიბრის ტარდება არა. მაგრამ ამ შემთხვევაში ბავშვი საჭესტა. კალთაში. ქართველი მოძრაობა როგორც არის თბილისში, ეგეთი რაღაცები არ შეიძლება. აი, მიდი დათო. მივა ჯერ უნდა მიხდე მანქანას და მიდიხარ ჯერ ესე შე. საუბრობ ზაბო. აბა რა? აია. აპოც არ გავაღე. აი ეს არის დიდი რკინა, რო გეუბნებოდი, ამითი აჩერებს თქო. ეს არის ჰიდრავლიკური ხელის მოფრინჯი, რომელსაც ვიღებ ტრიპში ძალიან აქტიურად. პატარა პრობლემა დათო ღვედს ვერ იკრავს. ასკამი გაუწიეს მე მგონია რომ ცოტა დიდი მანქანა დაჭირდებოდა. კი, რო იყოს საშუალება. ცოტა აუცდით ახლა ამჯერად კონუსს. თუმცა არა უშავდა. შემოტრიალება იყო. იცოდე თავიდან ხადოთ. ნახალო მივიდე და სავაცავიდა იმიტომ რომ საკმარისი გაზი არ იყო, ანუ გაზი არ იყო, რომ მანქანა ტრიპში ჩამდგარიყო რა. ეცნებათ გადარჩა. შეიძლება ეს არის ერთ-ერთი სახეობა. ან აკეთებებიღო. დაგეპირა დონატს. Super! არ დაჯახებულად. არა, ხო? არა. ესე იგი, დონატი არა და ვინ დიზელ. მერე გამოდის. რა არის იცი? რუიანი არის უფრო მაღალი კლასი და რუიანებს ვაკეთებ. კაია. დავაი დავწყო კიდე ერთი. შეგიძლია დონატის მცდელობა. ბენზინი არ დაცალე. გაზი, აი ახლა გაზი რო დავაჭირა. კარგი დონატი გაწოდი. შეშინდა და გაიქცა. მე ვიტყოდი სიფრთხილეს თავი არ ხიო. მოვედი არც. რაღაც. გაზი. გაზი. შეფასებას დავწერე, საკმაოდ გაბედული ცდელობები იყო. შენ გენაცვალე. საკმაოდ გაბედული ცდელობები იყო და როგორი რო გადმოვართ მე, ანდაი უთხარი, პირდაპირ უთხარი. აი გაბედული ცდელობები იყო სხვადასხვის და დონატის გაკეთებას მანე ბრუიანს გავაკეთებდა დავითმო და ბრუიანები გამოუვიდა. ანუ ბრუიანი ფაქტორად ორი დონატია, ერთი რთული ელემენტია. აბა რა. მოახერხა გაკეთება. ხო, დატოვოთ კაბინა.
გადმოყვან. ოკეი. მიწასე მქონე. ხვედი გაიკეთე. ჩემი გუნდელი ნახე როგორ გულშემატკივრო. ესე იგი რაც გასწავლეთ. სამსონგო შტაბმა. არა ნელა წავალ. არის ჩქარა არ გინდა. არ არის გასწავლე. ეგ არის სწორი. ჩქარა არის არავის აქ. თავარია სწორი. 5 წუთი არაფერს არ წყვეტა. კაზი გაკ მაქსიმუმზე ირაკლი. და მაგიტომ არის უკონტროლებელი დრიფტი რა, გიტრიალდება სულ. როგორ? ეს მარტივ ფიგურებს აკეთებს რა. არაფერი რა. ეს აკეთებს კლასიკურ ფიგურებს. ესე ქაოტური არჩევ. ბიჭო, ხო არის ფიგურუსგას, ხო არის აბიზატელი. და იმპროვიზაცია. ხელოვანი რო ხარ, ჩემსავით დადიხარ და ეს ეს არის ხელოსანი. ბრავო. კაცები დაწერეო. ერთი 100. ეგა ქულებზე აისახება. ძალიან დიდი მადლობა მასწავლებლობისთვის, ესე იგი ესეთი კარგი გაკვეთილისთვის. ესე იგი, პირველ რიგში მოვიდა, ეხლა მოვიდა. აბა ეშინოდა, ხო? მიდი და შენზე სამი. მოდი დაუდეკე. არავინ არ ახლა კურტკა გაიხადე, ვითომ ძალიან ინერვიულდი ხარ. ძალიან გაბედული მოქმედებები ხონდა დავიც და მაგიტო ნერვიულობდა ალბათ რა ემოციურია კიდეც მაგრამ მაგიტომ წა აველოდო შედეგები სხვადასხვა ის არის რა ნომინაცია და ნომინაცია მე ძალიან მომეწონა თქვენი გუნდის ესე ვთქვათ ჩართულობა იკოს მხრიდან როგორ გავხნევდა მოვიდა გუნდისთვის რო წავაგოთ მაგის გულისთვის პასიურობის გულისთვის რო წავაგოთ ახლა მაგრამ დავით გაბედულობით ნამდვილად ესე იგი ესე თამამად ცდილობდი ყველაფერს და ესე იგი დონატი არ გვინდაო დონატი ეგეც საქმეა ანუ გაბედულობით მე მოვიგე ნახვამდის დავიშალეთ მაგრამ რაც შეეხება კონტროლირებად დრიფტს და რასაც ქვია მანქანის კონტროლს, მოცურებული მანქანის კონტროლს, ამ შემთხვევაში ირაკლები ძალიან კარგად გააკეთებს. ეგ ვის საინტერესო. ვინ კონტროლის პალატურა, თავარია თავაშვებული მოსვაშველი. ნელების კეთება, თავაშვებული ჭენება. არა, ბავშვი გავიგე აში. კონტროლირებადი რაო? დრიფტი, კონტროლირებადი დრიფტი. რა თქმა უნდა, კონტროლება თუ მინდა დავждები ტელევიზორში უყურებ. ეს ხავს რა თქმა უნდა ტელეკინის. არა, კაი გუნდია. მოგრეთ ჩემი ხმა თქვენ. მადლობა. დიდი მადლობა, მართლა ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ეს შევძელით. გააგზელეთ გაბედულობას და ცდილობებს შეეხება, საკმაოდ ესე იგი მაგარი შედეგები აფიქსირე, რავი. ჩვენ ერთი. მაყურებლის სიხათ. არიან ადამიანები, ვინც კარგი პედაგოგები არიან, მაგრამ არა ობიექტური ადამიანები. ესე თან გვაქვს ახლა. იგი ყველაფერს კარგი მაგიტო კაფეს ამოყვანე. ეს ჩაუჯდება იმას, როგორ ვერ მოუხია. დიდი მადლობა. წავედი. კარგი გამოცდილება იყო, საინტერესო. მადლობა. მე წავედი დიდ დრიფტში. შეგიძლიათ დრიფტარი ააწყო და ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემა დასრულებულია. გემშვიდობით ერთი კვირით ნახვამდის.